საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. გივი ნიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო განათლების სისტემაში განსახორციელებელ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს. ამჯერად ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მშობლებს გავაცანით ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც დაკავშირებული არის საუნივერსიტეტო და სასკოლო რეფორმასთან. ძალიან სასიხარულოა, როდესაც საზოგადოების მხრიდან გრძნობთ და ვხედავთ ღიად გამოხატულ გულწრფელ მხარდაჭერას. როდესაც საზოგადოება ამბობს, რომ ის მზად არის ამ რეფორმებისთვის, რომ ეს რეფორმები აუცილებელია და უფრო მეტიც ისინი გამოხატავენ სრულ მზაობას, რომ ამ რეფორმების ნაწილი გახდნენ და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მისი მიზნების მიღწევას. განათლების მინისტრი შეხვდა მშობლებს, გვესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, გაგვაცნო სიახლეები, შეხვედრა მიდიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მან ამომწურავად უპასუხა ყველა ჩვენგან წამოსულ შეკითხვას. იმედი მაქვს, ყველა რეფორმა განხორციელდება წარმატებით.